იყო გასვლა რუსული არმიის, მაგრამ დღესდღეობით ეს არ არსებობს ეს გზა. ნუ ამის რეალობა არაა. უკნიდან კი ძმა, უკნიდან განათლებულები ბევრია. ეგეთი კლასში მიზის ზუსტად ქართულად რო ლაპარაკობს, მაგრამ არ ვქნია. ხო, ნუ ეგეთები ბევრი მინახია სამწუხაროდ, სამწუხაროდ ბევრი მინახია. და ეგეთები უკვე ჩემო ძმაო, აქ შიგ ევროპაში მარტო კი არა. შიგ ევროპაში კი არა. ეგეთი ნაგავი საზოგადოება საქართველოშიც უამრავი არის. აი, როგორ ამბობდა ეს აქვია მას გვარამია. ხო, გვარამია. საკუთარ მამას, ბიჭო, საკუთარ მამას საფლავზე ძაღლი დაამარხა. ძაღლი დაამარხა საკუთარ მამას საფლავზე. და ამბობდა ამას, რომ ჩემი შვილებიო ბრიტანულ სკოლაშიო თუ სადღაცო დამყავსო და ქართულად სახშიც არ ვლაპარაკობდო. და ხა რა გიკვირს შენ რომ ასეთი ნაგავი ემიგრაციაშიც იყოს? ეს არა გასაკვირი. გენაცვალე ჩემო ძმაო, ოჯახს გარეთ ოჯახის დესპანი ხარო და ქვეყნის გარეთ ქვეყნის დესპანი ხარო და ეგრეა. აუმარჯოს იმ ადამიანს, ვინც არ არცვენს. რა გინდა შემოგავლი, რა უნდა ვთქვა. კაცი კაი საქმეს აკეთებს და ღმერთმა გაუმარჯოს, გააგრძელოს მასი. ერთი სხვებმაც გაბედონ იმის გაკეთება, რასაც მაგ კაცი აკეთებს. ძალიან მალე ვნახავ უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინის მთავრობას რა დღეში ჩააგდებს ტრამპაც და მისი ადმინისტრაცია. შენ საქმეს მიხედე, რატო ვარ, ისთვის ვარ, არ გაბარებ ანგარიშებს. არ გაბარებ. ასე მინდა და ასე ვარ და ასე მინდა და ასე ვიქცევი და ასე მიმაჩნია სწორად. შენ ვინ გეკითხება რატო? რა ვინ გეკითხება? ვინ ახარ საერთოდ რომ შენ თავს მაგის უფლებას აძლევ, მაგნაირი კითხვები და მისულ. მე ხო არ გეკითხები შენ სად ახარ და რას აკეთებ? ასე მიმაჩნია სწორად. მე რა გინდა? შენ სასწავლო, შენ სჭამ, შენთან ძინავს, შენ ეზოში რო შემოვალ, მაშინ მქონდეს მაგ პრეტენზიები. ერმილე ნემსაძე კი არა, შარლ დე გოლი იყო გაქცეული ეგერ იმაში, რა ქვია. საფრანგეთის ისტორიულ მტერთან, ინგლისთან და 44 წლამდე საფრანგეთში ვერ ყოფდა წვირს და მის ქვეყანას რაფერან ადგურებდნენ ფაშისტები 4 წელიწადი ეგერ ისტორიული მტრის მიწიდან უყურებდა. მე ასე იყო რეალობა და რადიოთი მიმართავდა მის ხალხს. რუსებს ატომური იარაღი რო არ ქონდეთ და ბირთვული შეიარაღება რო არ ქონდეთ, რუსეთი როგორც სახელმწიფო დიდი ხანია უკვე აღარ იარსებებდა. ამას არ უნდა ლაპარაკი. იმ რესურსებს ერთ ქვეყანას არავინ არ შეარჩენდა, როგორც გააჩნია რუსეთს. მაგი ახლა ამათ რო კითხო, ეგრე არა. ეგრეა.